ალბათ ჩემი ჭკვიანი მაყურებლის გონებრივი კოგნიტიური თვისებები მინდა გავააქტიურო ახლა. წავიკითხოთ ტექსტი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ჰოსპიტალიზებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოთავსებულია კავკასიის მედიცინის ცენტრში. საპატრიარქოს ინფორმაციით მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური. რა გადაწყვიტეთ რომ ახლა გაისტუმროთ აღდგომა დღეს და მე თქვათ რომ აი აღდგომა დღეს გარდაიცვალა ილია მეორე. უწმინდესი და უნეტარესი. არა, საინტერესო რა არის ახლა აბა ვიპოვოთ შეცდომები. ამ ტექსტში ვიპოვოთ შეცდომები, სად არის შეცდომა. ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო. ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო. დედა ისეთი ახალგაზრდა და პიჭკინა იყო, რა დაემართა ნეტა? ნეტა ისეთი მოულოდნელობა არ ვიცი, საიდან მოვიდა, არ ვიცი. მოთავსებულია კავკასიის მედიცინის ცენტრში, რა, საპატრიარქოს მედიცინის ცენტრი აღარ ყოფნის? საპატრიარქოს ხო აქვს ჰოსპიტალი? იქ აღარ მოუარეს? თუ ვეღარ მოუარეს იქ? საპატრიარქოს ინფორმაციით მდგომარეობა პრობლემურია უფრო სწორედ. თუმცა სტაბილური, პრობლემური და სტაბილური ერთდროულად, ღმერთო ჩემო, რა კარგი რაღაცეები მესმის. მეგობრებო, იმედი იქონიათ, თან პრობლემურია და თან სტაბილურია, ნუ გეშინიათ, მეგობრებო, სტაბილურია და პრობლემურია, კი? აუცილებლად გადარჩება. ესეთი მოულოდნელი იყო, ისეთი ჯანმრთელი იყო ჩვენი პატრიარქი, რომ ეს მოულოდნელად რაღაცა მოხდა უბრალოდ. ეს რა ქვია იმას უცბად მოულოდნელად მოეტაკა რაღაცა კუჭში სისხლის დენით, ხო? ის რა ვიცი, ტყობა რამე შეჭამა ცუდი. ხალხო, თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ ყველას რა. შიგ ხომ არ გაქვთ მართლა რა. ყლინჯები ხართ, ბიჭო, ყლინჯები. ისეთი მოულოდნელი იყო ეხლა პატრიარქი ის კუჭიდან სისხლის დენა, რომ რა ვიცით. მკვდარია, ბიჭო, ლეშს კუჭიდან სისხლი როგორ უნდა სდიოდეს. მაგრამ ერთი კარგი ამბავია, რომ გადაწყვიტეს როგორც ჩანს, რომ აჰა, გამოგვიმზეურონ მისი გვამი. და მოკლან და ჩადონ მიწაში. როგორც იქნა მკვდარი, აღიარონ, რომ მკვდარია. გესმით? მკვდარია, ბიჭო, მკვდარი. მაგას რომ კუჭიდან სისხლის დენა ქონოდა, კავკასიურ ცენტრში კი არ გადაიყვანდნენ ჰოსპიტალში, თვითონ აქვთ იქ ჰოსპიტალი, საპატრიარქოს ჰოსპიტალი და იქვე მოუვლიდნენ. არა, ეხლა უნდა გააცხადონ ისეთი რამ, რომ ხალხი დააბნელონ ბოლომდე და აი ეს მკვდარი ლეშიდან კუჭიდან სისხლი წამოუყვანონ და დედა რა მომხდარა უცბად მოულოდნელად კუჭიდან სისხლი წამოუვიდა, გაუჩულდა პრობლემები გაუხდა ილია მეორეს. მკვდარს და ლეშს. რომ მე ეჭვი არ შეიტანოს ხალხმა, რომ მანამდე უკვე წლობით მკვდარი იყო ეგ მკვდარი. და ხალხიც დაიჯერებს, რომ უი, კუჭის სისხლიდან დენი დაიღუპა ილია მეორე თურმე. თუი თქვენს არსებობას, თუი თქვენს ადამიანობას კი არა და ცხოველსაც ვერ დაგიძახებთ, ის ცხოველი უფრო თქვენზე წმინდაა. და გინდათ რომ დააყლევოთ ახლა ეს დაყლევებული ხალხი ბოლომდე? დააყლევეთ რა მე რა ნერვებსა ვიშლი.
დააფალოსეთ, ხო დაამონეთ, დააფალოსეთ, დააყლევეთ და დაასაჭურისეთ ყველა. აზრის გამოთქმის უფლება ხო არ მიეცით? კითხვის დასმის უფლებასაც აღარ აძლევთ. ეხლა კიდევაც უნდა დააყლეოთ, იმით რომ ლეშს თურმე კუჭიდან სისხლისდის. და საპეტრერგოს ჰოსპიტალი ვერ გაუმკლავდა თურმე მაგ მდგომარეობას და უნდა გადაიყვანონ კავკასიურ ჰოსპიტალში. თქვენ მოკლე ჭკუის წერტილი დაგისვათ რა ბოლომდე რა. არა, კარგი ის არის მეგობრებო, რომ როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ეხლა უნდა გამოაცხადონ მისი სიკვდილი. ახლა აუყროლდათ უკვე იქ ისიც რა ქვია, მაცივარიც ვეღარ უძლებს. ისი აყროლდა უკვე მაგისი ლეში. აყროლდა ყარს. გესმის? ყარს. იმიტომ რომ სრულად გახრწნილი ადამიანი იყო. თავიდან ბოლომდე ნებით თუ უნებლიეთ. ყველა შემთხვევაში ყველაფერზე წამსვლელი იყო, ეგ არის სატანის ლეში. სატანის ლეშია, იცით რატო არის სატანის ლეში? ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარედ რომ დასვეს და ბავშვის ხორცები რო აჭამეს და მერე თავისთავი უწმინდესად და უნეტარესად რომ მოყიდეს ქართველ ლეშებს კიდე, აი ამ სრულად ცხვარს და საქართველოს მოსახლეობამაც ეს ყველანაირად რომ მიიღო ის ჩემი უწმინდესი და უნეტარესი და გადმოაფრქვია აქ თავისი უწმინდესობა და უნეტარესობა და აგერ ვხედავთ როგორც ავართ ეხლა ჩვენ უწმინდესი და უნეტარეს მდგომარეობაში. და კარგი იქნეს ეხლა რომ როგორც იქნა ვეღარ უძლებენ ეთყობა იმ სუნს თვითონაც რა. მთელი საპატრიარქო აყროლდა. და ახლა გამოაცხადებენ ისა რა ქვია მის სიკვდილს აღდგომა დღეს გამოაცხადებენ რომ აი დაამთხვიეს ის აღდგომა დღეს გარდაიცვლება. უწმინდესი და უნეტარესი პირდაპირ იქ მოხდება. ნათელში. ყროლი თავზე დაემხობათ ყველაფერი, ხო ემხობათ ყველაფერი და სანამ ბოლომდე ხალხი არ გაიგებს რომ ხო ემხობა ისრაელს თავზე ყველაფერი. ხო და ეს ამბები რომ გაგრძელდება და უკვე ხელიდან რომ უსხლტებათ თავიანთი ტყუილები როგორც იქნა სწრაფად ეხლა რაღაცნაირად ეს გვამი უნდა შეტენონ კავკასიის ჰოსპიტალს რომ იგმან აღიაროს მკვდრად. კუჭიდან სისხლის დენით გადაიყვან. რა იციან კუჭიდან ზდის სისხლი თუ ტრაკიდან? პირიდან სისხლი ამოდის, რა იციან, საიდან ამოდის სისხლი? კუჭიდან სისხლის დენით დაამტკიცეს, ვიდი კუჭი გავისკდა. ფუ თქვენი დედა მოტყანმე სულ ყველასი რა. თქვენი ფლიდი და მატყუარა დედებს რა უთხარი რა. და ეს ხალხიც ჯანმრთელობა პატრიარქს. ფუფ. ბიჭო, ანუ მე რატომ ისმის ამდენი და ამ ხალხს რა არა რა მიკვირს ახლა მე ხო თამარ მეფე ვარ და ისინი ჩვეულებრივი ჩვეულებრივები არიან, რომელსაც ვერ ხედავთ, ვერც თვალი აქვს და ვერც ტვინი აქვს. ხო, ნუ ახლა მე თამარ მეფე ვარ. თამარ მეფეს ახლა ყველაფერი ესმის და გლეხებს რა ესმით. გლეხებს მარტო ის ესმით, რასაც ატენიან ტვინში და პირში და თვალებში. ახლა თამარ მეფე უკაცრავად რა, თამარ მეფე არ მოტყუდება მაგის გამო. რასაც უყვებიან. ხო? ხომ არ შეგშურდათ რომ არა, მე რომ თამარ მეფე ვარ ვამბობ და იმას ხედავთ რომ ისედაც ხო თამარ მეფე იმას ხედავთ, ხო? იმას ხედავთ და იმას ვერ ხედავთ რომ მკვდრებს დაგიტარებენ წინ და მკვდრებს განათლინებენ 700 ბავშვს, ხო? მაგას ვერ ხედავთ, ხო? არა, ამას კარგად ხედავთ, თამარ მეფემ რომ ესე დაირქვა თავის თავზე.
რა ყოჩაღები ხართ, რა კარგად მოაზროვნე ხალხი ხართ, ძალიან მომწონ ხართ, ესე იგი რომ ვერავინ ვერ მოგატყუებ და ვერ გაგაცრუებთ ვერაფერში. როგორ შეიძლება ეხლა ვიღაცა თავის თავზე თამარ მეფეაო თქვას, კაცო, როგორ შეიძლება? ხო? მაგრამ ის შეიძლება რომ მკვდარს მოგანათლინოთ 700 ადამიანი, აქ შეიძლება. ხო, ის ხომ უწმინეს და უნიტარესია. ყლინჯები. ფუფ.